ასობით ტონა საწვავის აფხაზეთში გადატანის პარალელურად გალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე 20 ლიტრიანი ლიმიტი მოქმედებს. თუ კი ადგილობრივებს ხმარდება შეტანილი საწვავი და ის საკმარისი, ამაში რატომ უწევთ მოქალაქეებს საკუთარი ძალებით ბენზინის გადატანა და ისიც ლიმიტირებულად? კიდევ უფრო საფუძვლიანია ეჭვი, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი არა ხალხს, არამედ რუსეთის ომის მანქანას ხმარდება. დავით მანია დეტალებით. მას შემდეგ რაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტონობით საწვავი, უფრო კონკრეტულად კი 680 ტონა საწვავი გაიგზავნა დღეს მდგომარეობით დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ისევ მწვავე დეფიციტია საწვავის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აღნიშნავდა თითქოს ამ საწვავის მობილიზება მოახდინა ბიზნესებმა და თითქოს ამ ყველაფერს ჰუმანიტარული სახე ჰქონდა. ანუ ფაქტობრივად კეთილი ნებით დაეხმარნენ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. თუმცა როგორც ირკვევა სწორედ დღეს ისევ და ისევ ქართულმა მხარემ შექმნა დამატებითი პრობლემები. ჩვენ ახლა ენგურის ხიდთან ვიმყოფებით ეგრეთ წოდებულ საზღვართან, სადაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადაადგილდებიან დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ექნებათ გარკვეული სახის შეზღუდვები, ლიმიტი კონკრეტულად საწვავთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, თითო მოქალაქეს არ აქვს უფლება 20 ლიტრზე მეტი საწვავი მიქონიოს თან და გადაიტანოს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის სურსათზეც დაწესებული იყო ლიმიტი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო უკანონო ვაჭრობა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა დამატებით კითხვის ნიშნებს არჩენს ამ შეზღუდვის დაწესება ახლა, სწორედ საწვავთან მიმართებაში, როდესაც საწვავის მწვავე დეფიციტი არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ უფრო სწორედ გავსაუბრებოდით მოქალაქეებს, რომლებიც ყვეთენ ამ ეგრეთ წოდებულ საზღვარს, თუმცა ისინი კამერებთან საუბარს თავს არიდებენ თავიანთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამის პარალელურად შევეცადეთ გავსაუბრებოდით უშუალოდ სამართალდამცავებს, რომლებიც ამოწმებენ და აკონტროლებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადამსვლელ ავტომობილებს, თუმცა ამის შესაძლებლობაც არ მოგვეცა, ვინაიდან ამ კონუსებს მიღმა ჩვენ შესვლის უფლება არ გვაქვს, ხოლო მას შემდეგ რაც მათ კამერები ნახეს, ისინი უფრო ახლოს არ მოდიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ აღნიშნულ საკითხებსა და პრობლემებს, მათ შორის ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ისინი ცალსახად და ხაზგასმით ამბობენ იმას, რომ ის 680 ტონა საწვავიც, რომელიც თითქოს ჰუმანიტარული მიზნით გაიგზავნა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რეალურად არ მოხმარებია იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. გუშინ წინ გადაიტანა 600 ტონა საწვავი და აღმოჩნდა, რომ დღეს მოსახლეობა 20 ლიტრ საწვავს ვერ გადაიტანს. აქ ჩნდება ზუსტად ის კითხვა, რასაც ჩვენ გვაბრალებდა ირაკლი კობახიძე, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდოდა დავხმარებოდით გალში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზეთის სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, თვითონ რისთვის უწესებენ ამ ლიმიტებს და ეს ლიმიტები არ არის ახალი ამბავი, ეს ლიმიტები არსებობს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის არსებობს სურსათზე, ტექნიკაზე, მედიკამენტებზე, აბსოლუტურად ყველაფერზე და ამ ყველაფერს აკეთებენ შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები და თანამშრომლები. ეს არის ჩვეულებრივი კიდევ დამატებით რაღაც მოფიქრებული ტრიუკი, თან ჩვენ ვიცით, რომ ტერმინალი, რომელიც ხულევის ტერმინალი, რომელიც ამუშავებდა რუსულ ნავთობს, არის სანქციონირებული და რაღაცა მოიფიქრეს ეთყობა ფულის საკეთებლად და თავისთავად ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ოკუპირებულ გალში საწვავის 20 ლიტრიანი საწვავის ლიმიტის შეტანა ჯერ კიდევ მაშინ დაწესდა, სანამ საქართველოს მთავრობა მოღალატეობრივად გააგზავნიდა საწვავსა და საბავშვო საშუალებებს ოკუპანტებისთვის. 20 ლიტრიანი ლიმიტი, რომელიც ენგურის ხიდზე მოქალაქე შეიძლება გადაიტანა, ეს იყო დაწესებული აფხაზური მხარის მიერ, მაგრამ აქაც პრობლემები იყო. რეალურად საშუალებას არ აძლევდნენ გადაეტანათ ეს საწვავი. დღეს
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გალის მოსახლეობა 1 ლიტრი საწვავიც კი რომელიც კობახიძემ გაუგზავნა ოკუპანტებს იქიდან არ მიუღიათ მოქალაქეებს და შესაბამისად მაშინ როცა დღეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს როცა თხილის მოსავალი უნდა აიღოს მოსახლეობა მალე მოდის სიმინდის მოსავლის აღებისთვის 1 ლიტრი საწვავი არ გააჩნიათ როდესაც კეთილი მსურველი მთავრობა გვეუბნება რომ საწვავი ტონობით რომელიც გადაიტანეს ენგურის ხიდზე ხმარდება გალილებს და ისინი ეხმარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებებს. ეს ტყუილი კიდევ ერთხელ დასტურდება იმით და მათი კეთილგანწყობა და დახმარება ქართველების და აფხაზების თუნდაც მათ მიმართ რომ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ვინც ხიდზე გადადის მათი დატერორება. 20 ლიტრი ბენზინი ეს არის მაქსიმუმი რისი გადატანაც ერთ მოქალაქეს შეუძლია ხიდზე. წარმოიდგინეთ იძულებული ადამიანი რომელსაც შეიძლება აუცილებლობისთვის სჭირდებოდეს საწვავი გაღმა რადგანაც იქ არ არის ამ დროს დაწესებული აქვს ლიმიტი 20 ლიტრი მაქსიმუმი. ეს არის სრუნვა კობახიძისეული აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მიმართ. აღურებელ შევახსენებ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ გადაკვეთონ ეგრეთ წოდებული საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, შეუქმნა დამატებითი პრობლემები შეიძლება ითქვას, გარკვეული ლიმიტი საწვავთან მიმართებაში, თითო ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 20 ლიტრი საწვავის გადატანა და ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც უკვე გითხარით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანები კამერებთან გამოჩენას ერიდებიან თავიანთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენთან საუბრისას ამბობენ სწორედ იმ 680 ტონა საწვავთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ჰუმანიტარული ნიშნით გაიგზავნა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, მათი განმარტებით არც ერთი ბენზინმზიდი, რომელიც ამ საწვავს ეზიდებოდა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გაჩერებულა, უფრო მეტიც მათ გადაკვეთეს ფსოუ და სავარაუდოდ მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო სოჭი და სავარაუდოდ სწორედ სოჭში დაიცალა ეს ბენზინმზიდეები. ეს რა თქმა უნდა არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, თუმცა ქართულ მხარეს საპირისპირო ამ დრომდე არ დაუზუსტებია.